საქართველოს ისტორია მდიდარია გმირი ქალების სახელებით. საერთოდაც ჩვენი ქვეყნის კულტურის და ისტორიის ტრადიცია ქალის კულტზე დგას. ოდითგანვე მძლავრი იყო ქალის მიმართ პატივისცემა. დედის ხატებას განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ჩვენს ეროვნულ და მხატვრულ ცნობიერებაში. ამ ყველაფერს კი ჩვენი ისტორიის მანძილზე იმ ქალების არსებობა განამტკიცებდა, ვინც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა საქართველოს კულტურული და სულიერი განვითარების საქმეში. პირველი მითოსური გმირიდან მედეადან დაწყებული პირველი განმანათლებელი ქალით, წმინდა ნინოთი გაგრძელებული, თამარ მეფითა და ქეთევან დედოფლით განმტკიცებული და თუნდაც ჩვენი უახლესი წარსულის სიმბოლოთი, ეროვნული გმირით, მარო მაყაშვილით ამაღლებული, საქართველოში ქალები ყოველთვის იძლეოდნენ განსაკუთრებული თავგანწირვის, სიმამაცისა და სიყვარულის მაგალითს და განსაკუთრებულად წერდნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას. დღეს სამ ისტორიულ პერსონაჟზე მოგითხრობთ. სამ ქალზე, რომელთა შესახებ მატიანემ არც თუ ისე ბევრი ცნობა შემოგვინახა. თუმცა მათი სახელები ჩვენს ისტორიულ მეხსიერებას შემორჩა და არაერთი ხელოვანი შთააგონა. მაია წყნეთელი, თამარ ვაშლოვნელი და თინა წავკისელი. სამი შეუპოვარი, თავდადებული მეომარი ქალი, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება გვერდზე გადადეს და სიცოცხლე სამშობლოს მსახურებას დაუთმეს. ამ სამ ქალბატონს ბევრი რამ აერთიანებს. სამივე ერეკლე მეფის პერიოდში ცხოვრობდა. სამივე ცნობილი მეომარი და ქვეყნის ერთგული იყო. სამივე მტრის ხელით დაიღუპა. მე-18 საუკუნეში საქართველოს ძნელბედობის ხანა დაუდგა. ხალხი შეწუხებული იყო ოსმალ თუ ირანელ დამპყრობელთაგან, რომელთა შემოსევები ქვეყანას მუდმივი ომის პირობებში ამყოფებდა. ცალკე პრობლემა იყო ლეკების გაუთავებელი თავდასხმები. ამიტომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩნდებოდნენ დაბალი სოციალური წარმომავლობის სახალხო გმირები, რომლებიც თავისი სოფლისა თუ მხარის წინამძღოლი ხდებოდნენ და ვაჟკაცურად ებრძოდნენ მტერს. განსაკუთრებით საინტერესოა ქალების აქტიურობა და გამბედაობა. სწორედ ამ ეპოქას უკავშირდება მაია წყნეთელის, თამარ ვაშლოვნელისა და თინა წავკისელის სახელები. ამ ქალებიდან ყველაზე მეტად ცნობილი მაია წყნეთელია, რაც დიდწილად რეზო ჩხეიძის მხატვრულმა ფილმმა განაპირობა. მის ისტორიასაც ფილმის მიხედვით ვიცნობთ, თუმცა მაია წყნეთელის შესახებ ისტორიულ წყაროებში თითქმის არანაირი ცნობა არ არის. მისი სახელი ხალხურ ფოლკლორშია შემონახული. გარდა ამისა, 1882 წელს დიმიტრი ჯანაშვილმა გაზეთ ივერიაში გამოაქვეყნა პატარა ისტორიული ჩანაწერები სახელწოდებით საქართველოს გმირი ქალები. ყველა გამოკვლევა თუ ნარკვევი, რომელიც მოგვიანებით შეიქმნა მე-18 საუკუნის გმირი ქალების შესახებ, სწორედ ამ წერილიდან მომდინარეობს. ზოგი ისტორიკოსის აზრით მაია გვარად ოძელაშვილი უნდა ყოფილიყო. მცირეწლოვან ასაკში მას ბატონმა ნამუსი ახადა. მისმა მშობლებმა ეს მწუხარება ვეღარ აიტანეს და მალე დაიღუპნენ. ადრე მოუკვდა მას დედა, სოფელ მცხეთაში გაზრდილი. მამამაც თავი მოიკლა, ვერ აიტანა ქადილი. დაობლებულმა ქალმა მოძალადე ბატონი მოკლა. მამაკაცის ჩოხით შეიმოსა და მეფესთან მივიდა. გადმოცემის მიხედვით მაია შავგურემანი და ღონიერი ქალი ყოფილა. შავთვალა ტანით ბრგეგოგომ ჩაიცვა ვაჟკაცურადა, თოფიარაღი აისხა, იქცევა მამაცურადა. მაია მეფის კარზე მისულა, ერეკლეს მათებიჭად გაეცნო და მეფესაც სამსახურში აუყანია. თუმცა მის თანამებრძოლებსა და მეგობრებზე არაფერია ცნობილი. ერთხელ თავი ისე გამოუჩენია, ერეკლე აღბრთოვანებულა და უთქვამს: ახ შენ გენაცვალე, კაციც შენა ყოფილ ხარ და ქუდით შენა გხურებიაო. სოღანლუხთან მეფეს თათრების წინააღმდეგ გამოყვანილი რჩეული ვაჟკაცებისგან შემდგარ მდევარ რაზმს მაიაც ახლდა. მიახლოებისთანავე მაიას ცხენი მტრის რაზმში შეუჭენებია და მეთაურისთვის თავი გაუგდებინებია. პანიკაში ჩავარდნილი მტერი ქართველებს ისე გაუჟლეტიათ, ამბის წამღებიც არ დაუტოვებიათ. მეორედ 11 გოგო ბიჭი სპარსელებისთვის მიუყიდიათ ქართლის დიდებულებს. ერთი მოხუცი თავად ხლებია მეფეს. იქ მაია დახვედრია და მასაც თავისი გასაჭირი უამბნია. მაია მაშინვე შეკრიბა ხალხი და ყიზილბაშებს დაედევნა.
ლილოსთან წამოეწიმნენ მტერს, დახოცეს და ტყვეები გაათავისუფლეს. ამგვარი საქციელით მაიას ბევრი მტერი გაუჩენია თავადებს შორის. მათმა შურისძიებამაც არ დააყოვნა. ერთ დღეს, როცა მათებიჭი ერეკლემ სადღაც გაგზავნა, მისმა მოწინააღმდეგეებმა მკვლელები დაადევნეს. მაიამ მდევარი კი დახოცა, მაგრამ ერთ მათგანს უთქვამს, მეფესა ნებავს შენი სიკვდილიო. ამდენი ხნის ერთგული სამსახურის შემდეგ მაიას გაუკვირდა მეფის ასეთი განზრახვა. ყაჩაღად გავარდნა გადაწყვიტა. თრიალეთისკენ წავიდა, იქ ერთ უღრან ტყეში დაბინავდა. თუმცა ყაჩაღთა რაზმი ჰყავდა თუ არა ეს არ არის ცნობილი. იმ ადგილს ხალხმა მაიას საბუდარი შეარქვა. მალე მტრებმა შეიტყვეს მისი ბინა და მაია იძულებული გახდა იქაურობასაც გასვლოდა და ქვემო ქართლისკენ წასულიყო. თუმცა ქვეყანას იქიდანაც ემსახურებოდა, თუ იმ მხარეს მტერი შემოესვეოდა, ხალხს წინ მიუძღოდა და მტერს ამარცხებდა. ერთი ზეპირი გადმოცემის თანახმად უკვე ხანში შესულ მაიას სოფელს ერეკლე მეფეს სტუმრებია. გზაში მეფეს მტერი გადაჰყრია. სოფლელებიდან მაიას მეც თოფიარაღი არავის ქონია. მოკლედ მტერი უკუაქციეს. მეფე გმირის ვინაობით დაინტერესებულა. ბატონისაგან დევნილი მათე გახლავართო, უთქვამს მაიას და იქვე გამოუტყდა ერეკლეს. ვაცხადებ დიდებული მეფის წინაშე, რომ დედაკაცი ვარ და არა მამაკაციო. მას მერე ქალური ტანსაცმელი ჩაუცვამს, თუმცა გრწანისის ომში მაინც მიუღია მონაწილეობა. სპარსელებს მისი სიმამაცე გაკვირვებიათ და ქალის ცოცხლად შეპყრობა უბრძანებიათ. დაუტყვევებიათ კიდეც. თუმცა გზიდან გამოპარულა და სადღაც ერევნის სიახლოვეს მოუკლავთ. კიდევ ერთი გმირი ქალი თინა წავკისელია, რომლის სახელიც ასევე ისტორიულ ქრონიკებზე მეტად ხალხურმა ზეპირ სიტყვიერებამ და ეროვნულმა მეხსიერებამ შემოინახა. პირველად ყველაზე ვრცლად მისი ისტორიაც დიმიტრი ჯანაშვილის წერილში წარმოჩნდა. მისთვის თინას ამბები წავკისის მებატონისა და თბილისის უკანასკნელი მელიქ მამასახლისის დარჩიას შვილს, თავად ასლან ბებუთაშვილს უამბნია. თინა წავკისელის შესახებ გადმოცემები ზეპირად გადადიოდა. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში შინდისელი 108 წლის მოხუცი ყაზარ ტოტოღაშვილი იხსენებდა, რომ თინა წავკისელი გვარად ფეიქრიშვილი ყოფილა. ეს ცნობა მიხეილ ჯანგიძემ 1959 წელს ჩაიწერა. თინა წავკისელი მე-18 საუკუნეში ცხოვრობდა. იგი წავკისელი გლეხის ასული ყოფილა. მას თანასოფლელებისთვის ისეთივე გმირობა და გულშემატკივრობა გამოუჩენია, როგორიც მაია წყნეთელს. სიყმაწვილეში შეურაცხყოფისთვის თავისი ბატონი მოუკლავს, მაგრამ თინაზე ეჭვი არავის მიუტანია. არსებობს გადმოცემა, რომ იგი ერთხანს კოჯრის ციხეს აფარებდა თავს. ამის შემდეგ გავიდა დრო. თინა და კიდევ მისი თანატოლი გოგობიჭები სპარსელებს მიჰყიდეს. მყიდველებს გზაზე მათზე ძალადობა მოუნდომებიათ. თინა მათი ეს განზრახვა შეიტყო და თანასოფლელები დაარიგა. სპარსელებისთვის ხანჯლები წაერთმიათ. მართლაც ასე მოქცეულან და ყველანი დაუხოცავთ. შემსხდარან მათივე ცხენებზე და მეფე ერეკლესთან წასულან. მეფეს ყველაფერი დაწვრილებით უამბეს. ერეკლეს მათი მხნეობა ძალიან გაჰკვირვებია. სხვები დაითხოვა, თინა კი სასახლეში დატოვა თურმე. სასახლეში ყოფნისას თინამ კარგად შეისწავლა თოფის სროლა, ხმლით ბრძოლა და ცხენზე ჯდომა. ამის შემდეგ ყოველთვის მეფე ერეკლეს გვერდით იდგა. მამაკაცური სამოსი ეცვა და არაერთხელ უსახელებია თავი გამბედაობითა და მხნეობით. ერთ-ერთი ბრძოლისას თინასა და ერთ გლეხს ისე მამაცურად უომიათ, რომ მეფეს ძალიან მოეწონა ისინი. ორივე თავისთან მიიწვია და შეუღლება უბრძანა. ისინი მართლაც დაქორწინდნენ და წავკის დასახლდნენ. თინა წავკისელს ორი ვაჟი შეეძინა, მაგრამ ქვეყანას სამსახურს მაინც არ აკლებდა. ის თავისი სოფლის, წავკისის მტრებისგან მცველი ყოფილა. ერეკლე მეორის დროს 1774 წელს ქართლ კახეთში მორიგე ჯარი შეიქმნა. მორიგეში გასვლა წელიწადში ერთი თვით თავისი ხარჯებით ყველა ბრძოლის უნარიან მამაკაცს ევალებოდა. ერთხელ ერეკლემ წავკისიდან თითქმის ყველა გლეხი გაიყვანა ჯარში.
სოფელს კი მტერი თავდასხმასა და დარბევას უპირებდა. თინამ ქალები, ბავშვები და მოხუცები სოფლის კოშკში შეხიზნა. წავკისში კოშკი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაანგრიეს. კოშკის კიბის სათოფეებზე ფუტკრის სკები დააწყო. ორივე მხარეს კარი შიგნიდან ჩაკეტა და თბილისში წავიდა, რათა მტრის თავდასხმა მეფისთვის შეეტყობინებინა. კოშკში შეხიზნულებს კი დაუბარა, თუ მტერი მიუახლოვდებოდათ, მათ სკიდან ფუტკრები უნდა გაეშვათ და ამით შეეჩერებინათ. ასეც მოხდა და მტერი სასტიკად დამარცხდა. ამ გამარჯვების შემდეგ თინა წავკისელის მეუღლე მალევე გარდაიცვალა. თინა წავკისელი კრწანისის ბრძოლაში 1795 წელს მონაწილეობდა. აღა მაჰმად-ხანის მოსვლის წინ იგი ტყვედ ჩავარდნილა და მეფისთვის შემოუთვლია, თუ გათავისუფლება მოვახერხე, ბრძოლაში დაგეხმარებიო. მეფემ თინა ტყვეობიდან გამოიხსნა, მაგრამ უკან გაბრუნებისას მტრებს ისევ ჩაუგდიათ ხელში და ბოლნისის მხარეს მოუკლავთ. ერეკლემ იქვე ბოლნისის სიონთან დაასაფლავებინა ქმრის გვერდით. საფლავის ქვაზე მათი სახე ამოაჭრევინა. მათი ობლები კი წაიყვანა და სამეფო სასახლეში ზრდიდა. ერეკლე მეფის დროის გმირ ქალებს შორის კიდევ ერთმა სახელმა გაიბრწყინა, თამარ ვაშლოვნელი. მის შესახებაც მწირი ცნობები გვაქვს, თუმცა ხალხურმა მეხსიერებამ არც მისი სახელი მისცა დავიწყებას. თამარს დედა ადრე მოუკვდა და მამამისმა მეორე ცოლი შეირთო. მამაც რომ გამოესალმა წუთისოფელს, ბატონმა თამრო გადამთიელს მიჰყიდა, მაგრამ ქალმა თავი თვითონვე დაიხსნა და მამის ოჯახში დაბრუნდა. სოფელ ვაშლოვანში თავისუფლად ცხოვრობდა. ბატონი აღარ ჰყავდა, რადგან ვინც თავს ტყვეობიდან დაიხსნიდა, კანონით თავისუფალი იყო. თამრო ყოფილა გაუტეხელი, მეხივით დედაკაცი, მისი სახელი განთქმული იყო საქართველოში. სოფელში მის ჩაურევლად საქმე არ კეთდებოდაო, ამბობდნენ. ერთხელ ვაშლოვანს თათრები შემოსევიან. აუკალიათ სოფელი, დაუნგრევიათ ეკლესიები და ხალხი ტყვედ წაუყვანიათ. თამრო თავისი რაზმით გამოსდგომია თათრებს. დასწევია და საკვირველი გმირობა გამოუჩენია. მტრისგან ამბის წამღები არ დაუტოვებია. ქართველი ტყვეები კი დაუხსნია. ეს ამბავი მეფეს რომ შეუტყვია, დიდი მადლიერები თუ თქვამს თამარისთვის, ო შვილო, შენ გენაცვალოს ჩემი მოხუცი თავი, რომ შენის მაგალითით კაცებიც გამხნევდნენ. მერე მიუცია მისთვის და მისი რაზმელებისთვის ტყვია წამალი და ერთ ზარბაზანსაც დაჰპირებია. თამროს თავის რაზმში ბევრი მეომარი ქალი ჰყოლია. ერთღამეს ლეკები დაეცნენ ვაშლოვანს. თამრო თავისი რაზმით მედგრად შეებრძოლა და განდევნა კიდეც. არ გასულა ამ ამბის შემდეგ დიდი ხანი და ხმა გავარდნილა, ვაშლოვანს თათრები უპირებენ დაცემასო. თამროს სოფელი მაშინვე საფარში შეუხიზნავს. თვითონ შეუიარაღებია ხალხი და ჩასაფრებია მტერს ვიწრო ხეობაში. თათრების მოახლოებისას გამოსულა. თავისი ლურჯა ხევისპირას გაუქროლ გამოუქროლებია. თათრები დაზდევნებიან და შესულან ხეობაში. ჩასაფრებულ ქართველებს დაუშენიათ თოფები. ამასობაში თამროც გამობრუნებულა და ერთობლივ მეხად დასცემიან მტერს. დაუხოცავთ და წაურთმევიათ ნაალაფარი. ხალხსა და მეფეს თამროსთვის დიდი მადლობა შეუთვლიათ. ერთ აზნაურს თამროს დიდება და ქება შეშურებია და ქვეყნის ღალატი დაუწამებია. მეფეს პირში წაუყენებია მაბეზღარი თამროსათვის. ქალს დაუმტკიცებია თავისი ერთგულება სამშობლო ქვეყნისა და მტრობა და ღალატი თვით იმ მაბეზღარა აზნაურისა. მაშინ მეფეს უთქვამს თამროსთვის, წადი შვილო, ეცადე შენი მაგალითით მამაკაცებიც გაუერთგულო სამშობლო ქვეყანასო. ამ დროს მეფესთან ყოფილან თავადები და რადგან მოსწონებიათ თამროს ახოვანება, უთხოვიათ აი იმ ფალავანს დაეჭიდეო. თამროს უარი არ უთქვამს, დასჭიდებია და დაუმარცხებია ფალავანი. ფალავნობამ თამროს ბევრი მტერი გაუჩინა, ამიტომ დამალულა და არავის ეჩვენებოდა. მაგრამ ერთხელ მეფესთან საჩივლელად მიმავალი მტირალა გლეხი უნახავს, მიჰყოლია ერეკლესთან და შეუჩივლია ხალხის მწვალებლებზე. მეფეს ძლიერ წყენია სიავკაცე ბატონებისა, დაუბარებია ისინი და ძლიერ დამუნათებია. თამრომ გლეხი კი იხსნა, მაგრამ თავს ვეღარ უშველა.
ერთ დღეს დაუჭერიათ თავადების მოგზავნილ კაცებს, წაუყვანიათ და მტკვარში ჩაუგდიათ. თამრო წყალს ხიდის ბურჯზე მიუხეთქებია. წვალებით ასულა იმ ბურჯზე, მაგრამ დასუსტებულს ჩამოსვლა ვეღარ მოუხერხებია და შიერ მწყურვალს სული განუტევებია. გასულა ხანი, თამროს ცხედარი ერთ მეცხვარეს უნახავს და სოფლისთვის შეუტყობინებია. ხალხს წამოუსვენებია მისი ყვალყორნებისგან ნაგლეჯი გვამი და დიდი პატივით დაუკრძალავს თრიალეთის ეკლესიაში. ეს ამბავი ლექსადაც ქცეულა. თრიალეთს დიდსა საყდარსა თამარი ასაფლავია. მისებრ ერთგული მამაცი ჩვენ არ გვუყოლია ქალია. თამარსა ვაშლოვანელსა ვაშლი უდგია თავსაო. რიგი მწიფს, რიგი ყვავილობს მისი საფლავის გარსაო. დამტირებელი არ ახყავს, ნეტარება მის გვარსაო. ასეთი გახლავთ გმირი ქართველი ქალის სავარაუდო ისტორია. სამწუხაროდ ისტორიულ წერილობით წყაროში ქალები ძალიან იშვიათად არიან ნახსენები. მოსახლეობის აღწერის დროსაც სიებში მხოლოდ ჯარში წამსვლელი და გადასახადების გადამხდელი მამაკაცების დაფიქსირება ხდებოდა. მაგრამ ხალხმა არ დაივიწყა გმირი ქალები და მათ ამბებს თაობიდან თაობას გადასცემდა. სწორედ ამის წყალობით ვიცით დღეს, რომ ქართველი ქალები მხოლოდ სამშობლოსთვის შვილების გაზრდით არ შემოფარგლულან და როცა საჭირო იყო მტერს მამაკაცების გვერდით ებრძოდნენ. მათი სახელიანი თუ უსახელო ისტორია უკვდავ ლექსად აქცია ლადო ასათიანმა. ამ ლექსს საქართველოს ქალები ჰქვია. მათი ხმალი ცეცხლს აფრქვევდა მტერი თრთო და ვერანი, საქართველოს ცისფერს გავდა ფერი მათი მერანის. მამულისთვის დაიღუპნენ ვაჟკაცობის მსახველნი, საქართველო იყო მათი უწმინდესი სახელი. დაგვიწერეთ თქვენი აზრი ამ გმირ ქალებზე, გამოიწერეთ კარდუს გვერდები, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება მეტს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.